გაიღვიძე დილის 6 საათზე და შენი ცხოვრება იმ წამსვე დაიწყებს შეცვლას. რა თქმა უნდა არ გჯერა. მოდი მოგიყვები. სანამ ჩემს მოსმენას განაგრძობდეთ, კომენტარებში დაწერეთ, რომელ საათზე იღვიძებთ დილით. თუ ძილი გვიანობამდე გიყვართ, მნიშვნელობა არ აქვს კვირის რომელი დღეა, სამუშაო თუ უქმე. თუ გძინავთ დილის 11, 12 ან დღის 2 საათამდე, თქვენი ცხოვრებისეული სიხარული მცირდება. ენერგია ნაკლები გაქვთ, ვეღარაფერს ასწრებთ, გაიღვიძეთ და თითქოს უკვე დააგვიანეთ. დრო აღარაფერში ყოფნით. თუ უბრალოდ ერთი დღე კარგად გამოიძინებთ, თამაში საგანგაშო არაფერია. მაგრამ როცა ეს სისტემატურად ხდება, ეს იწვევს არა მარტო ფიზიკურ დაავადებებს, არამედ ამ დროს თითქოს ადამიანის ბედი, გნებავთ იღბალი მძიმდება. გრძნობ, რომ რაღაცის შეცვლა გინდა ცხოვრებაში, მაგრამ არ გამოგდის. იმიტომ არ გამოგდის, რომ მზე უკვე ადგა და გაიქცა. თან წაიღო შემოქმედებითი ენერგიაც. შენ კი გრჩება არასრულფასოვნებისა და გაუგებრობის შეგრძნება. არიცი რითი დაიწყო, რა გააკეთო. ასრს კარგავ. თელის სინათლე უკვე წავიდა, შენ კი ვეღარ ეწევი. როცა ამ ქვეყნად მოვედით, რაღაც კანონზომიერებები დაგხვდა. ისინი არსებობს და თავის გზით მიდის. თუ არ ჩამორჩები, კარგია, მაგრამ თუ ვერ მიუსწრებ, უკვე იცი რაც მოხდება. ამიტომ, თუ ხარისხიანად გინდათ გაატაროთ ცხოვრება, მზეს ადგომა უნდა დაასწროთ.